ქართულმა ოცნებამ დააინიცირა კანონპროექტი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. კანონპროექტის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს შეეძლება აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი საქმიანობის არსი, მათ შორის პერსონალური შემადგენლობა, სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. აღნიშნული შეფასებების საგანი გახდა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ინიციატივა მიზნად ისახავს ოპოზიციური აზრის და იმ პარტიების გაქრობას, რომელიც ქართულ ოცნებაში არ მოსწონთ. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გზით ისეთი პარტიები აიკრძალება, რომლებიც მავნებლურ საქმიანობას ეწევიან. მათი განმარტებით ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საჭიროება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა და სწორედ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავენ საკონსტიტუციო სასამართლოს. განაცხადებას კი საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს. დღეს ვხედავთ, რომ არის მცდელობა და გეგმა იმისა, რომ პოლიტიკური პარტიები გააუქმოს პარტიები, ვინც არ მოწონთ, შემდეგ ალბათ ეცდებიან დარჩენის პარტიები, ვინც მოწონთ. ამაზე ყოველ შემთხვევაში ღიადაც იყო საუბარი და ყველანაირ მექანიზმებს იყენებენ, რაც ამის საშუალებას მიცემს, თუმცა ამის ლეგიტიმურობაზე საუბარი არ არის. ქართული ოცნება ყველა მიმართულებით, მედიის, პარტიების, მოქალაქეების, აქტივისტების მიმართულებით, რა თქმა უნდა, გადასული არის რეპრესიული იარაღების გაძლიერებას. ეს ჩემთვის საინტერესო არ არის. მე როგორც პარტია ვიქნები არა ქართული ოცნებისგან ნებადართული, არამედ ხალხის ლეგიტიმაცია ექნება ნამდვილ რეალურ პარტიებს აქვს ხალხის ლეგიტიმაცია, რომელიც სხვა შორის არ გააჩნია დღეს ქართულ ოცნებას. ამიტომ ჩემთვის არ არის საინტერესო რას აკრძალავენ და რას დადართავენ ნებას. ის რაც მე ვნახე, იქ ჩამონათვალე რა შემთხვევაში შეიძლება გაუქმდეს პარტია, ეს პირდაპირ ქართული ოცნების გაუქმების, ასე ვთქვათ, შესაფერისი არის, იმიტომ რომ იქ საუბარი არის ქვეყნის ინტერესების ღალატზე, ქვეყნის, ასე ვთქვათ, ძირის გამოთხრაზე ქვეყნისათვის, ეს პირდაპირ არის რაც ქართული ოცნება აკეთებს. ამიტომ ის კანონპროექტი, რომელიც მათ შემოიტანეს, როგორც მე წავიკითხე, პირდაპირ ზუსტად არის ის, რასაც ქართული ოცნება აკეთებს და თუ თავის გაუქმებას აპირებენ, ამას მივესალმები. ისეთი ნიფტკიცებებია, ისეთი მოვლენებია, ისეთი ჩაგვრ ადამიანების სახელმწიფოს ღალატი, როგორ შეიძლება ამ პარტიას ამ ნაცმოძრაობას შემდეგ საფუძველი ქონდა კოლექტიურ ნაცმოძრაობას შემდეგ რომ პოლიტიკურ ასპარეზზე იყოს გამორიცხულია. ამიტომ ჩვენ გვაქვს მყარი არგუმენტები, მყარი მტკიცებულებები თუ რატომ არ უნდა იყოს პოლიტიკური ორგანიზაცია, ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაცმოძრაობა, ვით მასთან არის აფილირებული. ზედაპირზე ამოვიდა ყველაფერი, რასაც ისინი ამ ტექნიკის განმავლობაში კონსპირაციულად ან ნაწილობრივ კონსპირაციულად ახორციელებდნენ. ეს არის დესტაბილიზაციის მცდელობა. აშკარად დაიწყო უკვე მცდელობა ორგანიზება ეკონომიკური ზარალის მიყენებისათვის საქართველოს ბიუჯეტის დაზიანების ორგანიზებისათვის, ლარის კურსის დაზიანებისათვის და ამან უკვე იმდენად ორგანიზებული ხასიათი მიიღო, რომ რასაკვირველია ამის ჩამდენი, მით უმეტეს დაფინანსებული, მით უმეტეს ქვეყნიდან მომავალი სცენარით, მით უმეტეს deep state-ის ხელმძღვანელობით და უშველებელი კონსპირაციული ქსელით, რასაკვირველია ვეღარ შეიძლება იწოდებოდეს პოლიტიკურ პარტიად. მნიშვნელოვანეს დასკვნას, რომელსაც მოამზადებს საგამოძიებო კომისია, ეს იქნება მყარი საფუძველი იმისა, რომ შევიტანოთ საჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და კიდევ ერთხელ და საბოლოოდ უნდა განთავისუფლდეს ქართული პოლიტიკური ველი აი ამ აგენტურული ქსელისგან და თუნდაც იმ რეჟიმის ყოფილი თანამდებობის პირებიდან და მათთან აფილირებული, ესე ვთქვათ, პოლიტიკური თანამდებობის პირებისგან, ასევე იგივე ხალხი, რომელიც დღეს მოგვევლინდა უკვე ოპოზიციური მანტიით და მხოლოდ ქვეყნის დესტრუქციით არის, ქვეყანაში დესტრუქციით არის დაკავებული.